Motosperua მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, როგორც ისეთ ტარდება წრიული რბოლის მეორე ეტაპი და ასევე მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ტარდება მანქანებში წრიული რბოლა. ამიტომ დღეს იქნება რაღაც სასწაული დღე რა, სიგიჟეებით სავსე და ძალიან ბევრი სანახაობით რა. დღეს არის თაიმატაკი მოყვარულებში და კვალიფიკაციები არის პროკლაში მოტოებშიც და მანქანებშიც რა, ასე რომ დღეს გახურდება და კვირას უკვე ხვალე, მაგრამ ეს ვიდეო დაიდება ერთდროულად სავარაუდოდ და ორივეს განახებთ. იქნება უკვე შეჯიბრი, როგორც პროკლაში მოტოციკლეტებში, ასევე იქნება მანქანის წრიულიც. მე ვეცდები დღეს განახოთ შიდა სამზარეულო. რა ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, ვინც ვერ მოახერხეთ აქ ამოსვლა და თქვენი თვალით ამ ყველაფერს ყურება. ვინც მოახერხეთ კი და თქვენც დარჩით და უყურეთ რა, გაგისწორდებათ, დარწმუნებული ვარ. როდის კომენტარები წაიკითხეთ თუ არა რა, ყველა გადარებს ნიკი ლაუდას. მაგაზია. ხო და ქართველი ლაუდა და დღეს უნდა უყუროთ ქართველი ლაუდა. აი ამას სად არის? გაიქცა, აქიდანაც გაიქცა. არ ჩერდება იმენა. ხარ ხოძე? ვარ ხოძე. არა რა არის, კარგი არ მიდა რა ეხლა პარაკ, მაგრამ ისეთ ხოძე ვარ, ყველა მასამონები დავტო საბოლოო ჯამში მაინც რა. რაღაცა წამლებს ვსვავ, მაგრამ ნახოთ რა, წამლებს გულის ხო. ჯანმრთელობის რა და რა ვნახოთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ბიჭო რა ისეთი ემოციები მოაქვს რა, აქეთ რაღაც მანქანები, აქეთ ეხა მოტო და ადრენალინი შევლავთ რა, მაგის იმეძება რომ ის გადაფაროს, ეს ჩემი ცოტა გაბრუება რა, როგორ გაიღოზებ და როგორ გამოფხიზდება, აი ეგრეა რა. იმედია გადაფაროს მაგას. ახლა გუში ვარჯიზე კმაყოფილი დიდად არ ვარ, გუშინელი ვარჯიში თან აი არის ძალიან მაგრა გადავრჩი რამოდენიმეჯერ და ხო იცი ეგ მაინც თავისა შეიძლება, მაგრამ მე ხარ რას ვიზავთ, ეგ არის რა, ეგ ექსპორტი ავერჩიეთ, რა ვიცი. არა, ყველაფერი კარგად იქნება, მე მგონი რა, მეც ცოტა თან ეს სიცხეც თავისაშვება. მაგრამ აი შუქნიშანზე რო გავალთ, მე მგონი რომ ყველაფერი შეიცვლება რა. რა თქმა უნდა, მეც მაგის იმედია. ხო, აი ვნახოთ რა იქნება, მეც ახლა ჩემ წინა შედეგს ვეჯიბრები რა იდეაში და იმედი მაქვს რომ ვაჯობებ ჩემ თავს ისევე წინანდელ ჩემ თავს. ხო, ნუ ეგ ხო იცი. მოდი აქ, მოდი. შეუტრიალე იქიდან. ვინ არ მოდის? ხახმა მაინც. აი ეს, აი. მანდო არ შეიძლებაო. სიარული ამ ზოლის იქითო არაო. გადმო. გადმო ახლა. ყველა წესს არღვევს რომ მაგეთ არ მოვიდეს. მოდი აი, ნუ არ ყოწეს, მოდი ჩვენ. ანუ ასვიზავთ რა. არა უშავს რბოლის მერე დავიჭიროთ სადმე. უკვე ანუ ახლა რა მართლა ისე იყო, ახლა მე და ჭიჭით მაგაცო წამებ ახლა მაბავშვები და ახლა ხო ხდება უკვე აგრესიაში არის რა. ახლა დღეს ეს ორი დღე მაგას ვიძახით, მაგაცები არ ვარ, კონტრები ვარ. ხო, არა, ახლა ფსიქოლოგიურად მაგით ემზადება რომ ახლა ჩვენი აი ეს ხო ჩვენი კონკურენტია, მაგრამ ეს მაინც მეგობრებათა და ახლა მე და ჭიჭი მენა გაარ. იმიტომ რომ თქვენ გიწევთ იქ რაღაცა ისეთი ბრძოლის გამართვა ახლა ტრეკზე და ფსიქოლოგიურადაც ემზადება რომ რამე ბოლომდე ახლა იმენა აი ხას არ გადმოცდა აქ. ისე გაიარა. რა ხაროს? ნიჩიო. აი ეს ყველა მეგობრულად ვარ. კარჩე ჯიჯი გამიქცა მარტო ხო ხედავ. საწავა, ნახე გული მაინც აქეთ რომ მოუწევს. ვერ იტმენს შეხეთ. ნელ-ნელა მოდის. აუ შეხეთ ეხლა ფიქრობს რა გავაფუჭო. ანუ შეხედე მიდი. გაიში. აბა რეიტინგი არ გადაცემებს რომ მიხარ კლეობს რომ ბაზრობს. აი ხო ღიზინობს. ყველას გითხავს რა. დაბალ რეიტინგიანი გადაცემა თვითონაც ნამყოფია ვაფშე ეგ. რას არის ყვის კაცი ხო ის? სხვაგანაა. ნახოთ რა. ხო არა, მეც უკეთესის მოლოდინი მაქვს და მე მგონი რომ იქნება რა. კი ბატონო, წავედი ახლა მე ბოქსში. მეც წავედი იქით. წარმატებები. გაიხარ. შევეხ შევდივართ. ბრიფინგი ცოტა გვიანი წევა, ცოტა მოვიღალით კიდეც, მაგრამ არა უშავს ყველაფერი. კარგად იქნება, შევდივართ ახლა, იქიდანაც განახებთ რამდენიმე კადრს. და რა ვიცი, მალე დაიწყება იმედია და შევხურდებით.
რას ფიქრობ ჯიგარო? დავიღალე. იქნება უკეთესობა? ხო. დღეს არ ხავს. რა ხდება ბიჭები? ვიმზადებით რბოლისთვის, ველოდებით კონფერენციას. პრეს როგორ არის ქართულად? ბრიფინგი. არც ეგ არ იქნება ქართული, მაგრამ ეხლა გვასწავლია მოსახლეობას როგორ უნდა შევიდეთ რა, დავამოგვამბინებინ და შევადოთ. ბარო. ხელა, არის წებ ჩატარება. ხარტხოთზე. კი, საბრძოლო განწყობაზე ვართ, რავი, საკმაოდ დაძაბული შეჯიბრი უნდა გამოვიდოს, რადგან ერთ წამიანი სხვაობით უკვე 4 ბაიკი დავისტარტებით მოყვარულებში 6 საათში და ვნახოთ რა იქნება, არაფრის დათმობას არ ვაპირებ, მინდა გითხრათ. ცოტა რო დათმოთ. ცოტა. რა ბევრი მახნაბლატავე ხარსავაგო. იმდენი ლატავე. Predictions რა სიტყვოდი მეორე მესამე ადგილზე. პირველი მეორე მესამე ადგილზე პოდიუმებზე ვინები გავა? პირველ მეორეზე მე და მარკო ვიბრძოლებთ სავარაუდოდ და მესამეზე უფრო ეს. აროჩი პირველი არ ვიცი ჩვენ სა მე მარკო და ლაშა ვიქნებით პირველ მეორე მესამეზე რა მე ასე ვფიქრობ. სიტყვა ნათქვამია. ასრულდება კიდე. ნახოთ ვინ უფრო კარგად იქნება. ნახოთ ვინ გავა მეოთხეზე. საბურავი ვნახო როგორ მუშაობს თავარია. იქნება ყველაფერი კარგად იქნება. რატომ მაგან წყობით? რავი, გამოცდილების მხრივ რეალისტურად. მაგრამ გართობით მე მგონი ძალიან ბევრ დროს მოვაკლებ თვითონ ჩემ რეკორდს, ასე რომ უბრალოდ ვარჯიშისთვის ძალიან აი მოვიდა ნახე რა ხარ ხმყავს. ესე გაგაბედნიერო. Quando? ეს ოპერატორი შენთან არის? წაიყვანეთ რა არ მინდა. რამდენი გადაგიხადა კოდია? არაფერი? ესე გაიყიდე? არ მე არ ვიყიდე. არ იყიდები? რას არ იყიდე? არ ვიყიდები რა. მართლა არ იყიდები? აბა რამდენი? ვერა ვცნო. არა ნამდვილი არის შევარდო. ის ხოიცი ის ვიდეო გადავაკეთე. ფოს რომ აძლევს. ტრიუმფი. ხო, ეგ გულ გაგვიფრინდები. ასე რომ სესია რო შეწყდება მინიმუმ 5 წუთით ადრე აბსოლუტურად ყველას მონაწილეებთან ურთიერთობის ოფიცერი შეგატყობინოთ რომ ამადამ დროს, ამადამ საათს, ამადამ წუთს, 13 საათსა და 17 წუთზე სესია გაგრძელდება. ასე რომ საკმარისი დრო გექნებათ იმის რომ მოემზადოთ და სესია გავაგრძელოთ. ისე და ისე ეს არ არის მწვანე დროშას ხედავ და შემიძლია რბოლა გავაგრძელოთ. არა, გასწრების დაწყებას იწყებთ, მას შემდეგ რაც მწვანე დროშას გაცდებით. ყვითელი დროშა, გითხარით, მწვანე დროშა, გითხარით, თეთრი დროშა, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ესე, დარწმუნებული ვართ, რაც საერთაშორისო შეჯიბრებს მეორე ადენოებ თვალს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ, თეთრ დროშას ვიყენებთ, როგორც წინ ნელა მიმოვალ მოტოციკლს. ასე რომ თუ ამ დროშას ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შედიხართ მინიმუმ 5 წუთით ადრე შეგატყობინებთ. ეს კაი დროშა პრეზიდენტის მე. ფინიში ეს საბურავები თვითონ ევროპულებია? ბიჭო. ბოდიში. გადაიგე ლამაზია რა. სადაყენია ბიჭო მაგას? უი, მე ხარავ წინიდან, აქიდან. აიცა მიხანას მოტო. ულამაზეს. ამით ვინ გამოდის? ამით აღარ გამოდის. გამთავრა გამოსვლა. ეხა უცებ სამეცხოვში ხომ გადასახანი, გადაცხავენ და გამოვიდნენ. ეს დაჟე MotoGP-ის მექანიკოსებისთვისაც. არაფერი ხოძია არა და რა. ცხვირი აკლია.
პირველი სესია ვიარეთ ახლა მოყვარულებმა პროების კვალიფიკაცია არის ახლა უკვე დაწყებული. ჩემი წინა შედეგი გავაუმჯობესეთ, თუმცა მაინც ცოტა მეტი მინდოდა რა, ბიჭებმა ძალიან მაგრად იარეს. ედიკამ, ხიდეშელმა, საცერაძემ, აი რავი რა. მართლა ძალიან მაგრად იარეს, თან ბიჭები ედიკა მეორე და დანარჩენები პირველად არიან და რავი, ჩაატარეს რა. ისე იარეს, რომ ეხა კიდე ჩემი დრო კიდე რომ ჩამოვწიო იგივეთი, მაინც აზრი არა აქვს რა და რაღაც პონჩი ძალიან მაგრად ასწორა და იმიტომ რომ იმ ფაქტია რომ მიდის რა წინ ეს საქმე და ეს სფერო და მაგრად ასწორებს ეხა ვდივართ ხიდზე უყურებთ ერთი ჯიჯი და ნოდორას ისავენ მე ძალიან მაინტერესებს გულ შემატკივროთ იქიდან მოკლედ ვიარეთ მეორე სესიაც და თლად კარგად არ დამთავრდა ჩემთვის და ირაკლისთვის, მაგრამ რას ვსაუთ ხდება ესეთი სპორტია და ესეთ სპორტში შემოვაბიჯეთ ფეხი ჩვენს და რა ყველას ალბათ გააზრებული გვაქვს ვინც აქ დავდივართ რომ ესეთი რაღაც ადრე თუ გვიან ერთხელ ორჯერ ან სამჯერ რავი აუცილებლად დაგვემართება რა ცოტა ვკოჭლობ მარჯვენა ფეხით მარცხენა ფეხით ცოტა ეს ამაქვს შესიებული, მაგრამ არა უშავს რა, მთავარია რომ კარგად ვართ, გადავრჩით. ისე მოხდა რომ რაღაცნაირად იქ მოსახვევში ერთმანეთს შევეჯახეთ და ნუ მოკლედ რა, კადრები იქნება დიდი ალბათობით მაგ ყველაფერს. რა მთავარია დღევანდელი ხარით არ დამთავრებულა. გაგრძელდება და რა ვიცი. მაინც მე თუ მკითხავთ ძალიან მაგარი დღე არის რა და ძალიან ბევრი გამაზეთ ვინც აქ არიყავით, იმიტომ რომ ჩემი წაქცევა ვერ ნახეთ. და მაგას კიდე ეგრე ხშირად ვერ ნახავ. ასე რომ გამაზეთ. ამოდით ხოლმე. და დღეს აგერ ხა პროები დადიან ისევე და შემდეგ უკვე ხვალ იქნება პროების შეჯიბრი და წრიული რბოლა მანქანების რა. ნუ რა თქმა უნდა რომ როგორც თქვი ერთ ვიდეოში მოვაქცევთ მაგ ყველაფერს რა. მოიცა ჯერ არის ჭუბოთ. ეხა დაწყეთ, საწავია. რას ფიქრობ ჯიჯი დღევანდელი? მე რა უნდა ვიფიქრო, შენი ფიქრე პოდკასტში დაჭიქი და ჩემზე რაღაცებს ლაპარაკობდით. შენი ფიქრე, აგერ ერთი იქეგდე სადღაც და მეორე აგერ გდია აგერ. სად არის შემოხედე? ნოტარა რომელია? წაგებული რომელია? ვერ ხედავ, ყველა ამაყად დგას და რომელია წაგებული ვერ გავიგე. ჰა? უყურებ, მოზე. შემდეგ სულ. რომელი გადაგეთო? წლის ბოლოს თას მეავტრივ შეჩიმა და დრო თუ გინდა წუთი 30-ში იარეთ. მე რამდენი და მესამე დაახლოებით. ხო. ეგ უკვე აჩიკონზისა და გამიშს. მომეში ჩემ აღსვენდი ცივი წყალი მომიტანე. ვისაც ჩავაც იმან გამხადაო, მომეში ჩემ. შენ გავა. მიხან რა ხდება? სტანდარტული. მეორე.
გათენდა ესე იგი 27-იც. ამოვედით ტრეკზე და დღეს უკვე როგორც თქვი, არის წრიული რბოლა პროების კლასში, მოტოებში და ასევე არის 8 წლის მერე პირველად ავტომობილებში წრიული რბოლა და ვისთვისაც მოტოსპორტი მნიშვნელოვანი და საყვარელი სპორტი არის, მათთვის ალბათ ძალიან დიდი მოვლენა ეს ყველაფერი რა. ეცადე აი ესეთი პერფორმანსებით და სანახაობებით არის დღევანდელი დღე სავსე და აი აქ რავი უამრავი ავტომობილი აყენია, ძველი, ახალი, მაგარი, ლეგენდარული და რავი, აი ყველანაირი რა. მოტო ავტომოყვარული ადამიანი აქ რა მოვა, უბრალოდ რავი შანსი არ არის რომ აქაურობით არ აღფრთოვანდეს. აი ზუსტად ეგეთი გარემოა შექმნილი. არც ხალხი აკლია თან, ხალხიც ბლომადაა და ნელ-ნელა მე მგონი რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოდის. რავი, საბოლოოდ მე მგონი რომ ეს დღეც შედგება ისე როგორც საჭირო არის რა. თქვენ კიდე არ დაგავიწყდეთ გადახედოთ სპიდის შემოთავაზებებს. იმიტომ რომ სპიდის აქვს საუკეთესო შემოთავაზებები მოტოციკლეტებზე და არა მხოლოდ მოტოციკლეტებზე. ასე რომ ესე ჩანგელაგუნგე, დაწერთ Speedy Logistics, ჩაწერთ, იპოვით, მიწერთ, შეეხმიანებით და თავიანთ პირობებს გაგაცნობენ იდეალურად. არინანებთ. ვისაც უყვარს ამერიკული მუსკულები და ძველი კლასიკური მანქანები, დღეს აქ უნდა იყოს აუცილებლად აქ უნდა იყოს. რავი, თვითმფრინავი ვისაც უყვარს, რავი, ვერტმფრენები და ავიაციაც იმასაც შეუძლია აქ მოვიდეს, იმიტომ რომ რა მე მგონი ყველანაირი ტექნიკა არის საერთოდ აქ წარმოდგენილი და აი ესე დავდივართ და ვტკბებით და აუ რა კაი ხარ. ნახე. აი ამით რო გავხვალ ქუჩაში 10-დან 11 გოგო შენია. არა ეგეთი გოგო ერთზე არ გაიჩება, არ გინდა. ოჰოჰოჰო. აი ეს მინდა 3 RS. ნახე რა კარგი ოპელია. დასრულდა ახლა მანქანების წრიული, ქაჯაიამ გაიმარჯვა. კაი ისეთ სანახაობა იყო რა, ხანდახან კი იყო ხოლმე ეს პაუზები, ხან გზიდან გადავიდნენ, ხან რა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი რომ მაინც კარგად ჩაიარა. მით უმეტეს იმის მიუხედავად რომ ამდენი წელი მსგავს დისციპლინა არ ყოფილა, კარგია რომ განახლდა და რავი, უკეთესობა იქნება ყოველწლიურად ამის მჯერა რა. დანარჩენი ახლა დაიწყება უკვე პროკლასი მოტოებში და სანახაობა მერე ნახეთ თქვენ. მოკლედ ვიტყვით ჩემს ინციდენტზეც რა, ავხწერ 1-2 სიტყვით. ერთადერთი აი რაც შეიძლება ვისწავლოთ იმისგან რაც მე დამემართა და გავითვალისწინოთ არის ის რომ ტრეკზე დავამტკიცეთ. აქამდე ხო ვიძახთ რომ ვერ მოკვდები. ეხლა ხო გიმტკიცებთ რომ ვერ მოკვდები რა. მსგავსი რაღაც რომ მომსვლოდ ალბათ ქალაქში მინიმუმ ძალიან დამტრეული ვიქნებოდი მეც და მოტოციკლებიც, მაგრამ ნუ მეც ახლა ოდნავ უკოჭლობ, მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერი არ მჭირს და მოტოციკლებსაც რა უბრალოდ პლასმასები დაუზიანდა და შეელახა რა. და ნუ აქ პატარ-პატარა რაღაც წვრილმანები აქვს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ეშველება და არაფერი ისეთი რაღაც ტრაგიკული მოტოციკლებიც არ დამართნია რა. ზუსტად ეს არის ტრეკის პლუსი რა. როცა აქ ამოდიხარ, იცი რომ კი რაღაც რისკით დადიხარ, როცა მაღალ სიჩქარეზე დადიხარ და მით უმეტეს როცა ოდნავ რაღაც წვევი, მაგრამ იმხელა რისკს მაინც არ წევ რა, რაც ქალაქში შეიძლება გაწიო, როცა მაღალი სიჩქარეებით მოძრაობ. ასე რომ ტრეკი ასე თუ ისე მაინც არის ბევრად უსაფრთხო, ვიდრე ქალაქში რაღაც გაგიჟებულმა რო იარო რა. ეს დავამტკიცეთ. და მეორე რა, თვითონ ამ მონაკვეთზე რო ვთქვა რა დამემართა და როგორ მოხდა, ირაკლი და ირაკლი, ღუთიძე და გუბელიძე და გვარებით მოიხსენებ, ბიჭებო არ გეწყინოთ, იმიტომ რომ ორივეს ირაკლი ჰქვიათ. მიდიოდნენ ჩემ წინ,
უკან მივყვებოდი და მარჯვენა მოსახვევში ხიდის მერე მარჯვენა მოსახვევში როცა შევდიოდით გუბელიზე წავიდა გარე ტრაექტორით შევიდა და ღუტიზესაც დაატორმუზა შენელდა ძალიან და მარჯვნიდან ცადე რომ გამესწრო და შიდა ტრაექტორით შევსულიყავი მე რატომღაც ისე მოხდა რომ ჩემი გათვლით მეგონა რომ როგორც გუბელიზე გავიდა ისე გავიდოდა იმ ტრაექტორით ღუტიძეც მაგრამ შიგნით შემოვიდა ამ მოსახვევში და ნუ რაც მოხდა და აგერ ვიდეოსაც ნახავთ რა არა უშავს ხდება სპორტია ესეთი სპორტია თან და ყველას გააზრებული გვაქვს მე მგონი რომ მსგავსი რაღაც შეიძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერს დაგვემართოს თავარია რომ ორივე გადავრჩით ორივე კარგად ვართ და რავი დანარჩენს ყველაფერს ეშველება რა ირაკლის ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ აი კადრშიც ნახავთ რა მოტოციკლით რო შევეჯახე მე გადმოვარ და ჩემი მოტოციკლეტი ხრეშამდე მიიყვანა და ხრეში დავარ და ისე რომ მაგის დამსახურება არის ეს მინიმალური დაზიანებები რა და თორე ასფალტზე რო დაცემულიყო დიდი ალბათობით ბეროდ ვარსად იქნებოდა ხა ჩემი მოტოციკლეტი რა ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ონისე გემახსოვრებათ YouTube-ი დავიწყეთ ერთად მე და ონისემ ვიდეოებში ერთად ვიყავით ხოლმე და გემახსოვრებათ ვინც ვიყურებთ თავიდანვე რა ძალიან დიდი მადლობა ონოს რა და აი რავი მართლა გამოუცა გუშინ იმიტომ რომ ეს ფაქტი მომივიდა თუ არა საღამოს დამირეკა და ნუ მოკლედ ძალიან გვერდში დამიდგა და დამეხმარა ონისე რა და ძალიან დიდი მადლობა ონო შენ მიყვარხარ გულში ხარ და რავი სუგელოდებით ძმაო მართლა მაგ დღეს ლამის მეორედ ვიტირე რა ერთი მოტორო დამემტრა მაშინ და მეორედ აი მაგ დროს და რავი აი მაგარი იღბლიანი ადამიანი ვარ რომ ესეთი ხალხის გარემოცვაში ვარ რა ასე რომ როცა ადამიანს რაღაც გულით გინდა მართლა და მთელი შენ ენერგიას და სიყვარულს ამ საქმეში აუცილებლად ყველაფერი გამოდის და აუცილებლად ის რაღაც ფაქტორები მუშაობს შენზე რომ ხელი შეგეწყოს და გააკეთო რა ბედნიერი ადამიანი ვარ სხვა რა გავაკეთო დანარჩენი დაველოდოთ ეხა პროკლასის რბოლა იქნება და ნახოთ რა იქნება მე მგონი რომ ძალიან მაგარი სანახაობა იქნება და ძალიან მაგარ შოუს შემოგთავაზებენ ბიჭები არა და ესე შევკაზმე რბოლამდე გავალამაზე რაღაც სტიკერები 3D სტიკერები რაღაცა ეს ხო იცით Speed Logistics ამის მოტოციკლეტის შეთავაზებები რომ უნდა ნახოთ და ყველაზე იაფად რო ჩამოგიყვანენ აი ეგ კომპანია არის და არ დაგავიწყდეთ რომ გადახედოთ მათ შეთავაზებებს აი ესე გავალამაზე და წკაფ და გადაუშვს მე იხოდება ცაც ხო კაი ბიჭია გადაჭი ჯიჯი ძალიან წელია და მე მაინც გავშიოთ უკან ეხლა ზემო გავშიოთ როდის ერთი გაწევთ დაიწყო და რა დაიწყო იმენა ჯერ მარტო ანუ დედას ფიცავარ ესეთი აურა და ესეთი განწყობა არასდროს არ ყოფილა რა მართლა არასდროს არ ყოფილა ეხა რო ეს რაღაც განცდები და გრძნობები გაწובה აი რავი რა თან ხალხი ბევრი იქით მუსიკა ყველაფერი რა ყველაფერი არის იდეალურად რაკეთებ ნახოთ რა მოკლედ იმის გამო რომ რბოლის დროს მეც წავიკეთეთ ესეთი პატარა ინციდენტი შემოთქვა ისეთი ყურადღება ვიდეოს ვერ დავუთმე როგორიც საჭირო იყო ასე რომ ვეცდები რომ 1-2 სიტყვით აი ასე გაგაცნოთ მდგომარეობა რა ხდებოდა რბოლაზე რბოლის დაწყებიდანვე ჯიჯი ძალიან დაწინაურდა და ვიდეოშიც ჩანს ეს ყველაფერი რამხელა უპირატესობით მიდიოდა ნოდო რობანა და მიხანა ესე ჭიდაობდნენ ერთმანეთში და ნუ დიდ ხანს ლიდერობდა ჯიჯი რა. უბრალოდ მე ერთ წრეზე ისე მოხდა რომ ჩამორჩა და ნუ რა თქმა უნდა რბოლის დროს ეს ყველაფერი ვერ გავიგეთ რა მოხდა და როგორ მოხდა. მე ნოდოც ჩამორჩა და მე უკვე რბოლის შემდეგ გავარკვიეთ რომ
ნოდოს შეექმნა ტექნიკური პრობლემა მოტოციკლებთან დაკავშირებით, ხოლო ჯიჯის თვალებზე ჩამოეფარა ბალაკლავა. ამ ყველაფერს ჯიჯი თავის ვიდეოში კიდევ უფრო კარგად ხსნის, ასე რომ შეგიძლიათ მის ვიდეოსაც უყუროთ, ჩაუჯდეთ ეს ყველაფერი მოისმინოთ. უბრალოდ არ დაუჯეროთ, რასაც ჩვენზე იწახის სხვა. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ბიჭებმა ძალიან მაგრად იბოლეს და რავი, აი სასწაული ხდება მართლა მესამე ეტაპზე, 3 კაცი იბრძვის პირველობისთვის, ჯიჯი, რობანა, მიხანა, აი ამ 3 კაცს ერთი და იგივე ქულები აქვს ზუსტად და ძალიან საინტერესო იქნება, მე მგონი, შემდეგი ეტაპი რა მოხდება და ვინ გაიმარჯვებს, ასე რომ, რავი, მე მგონი თუ ამ შეჯიბრზე არ ყოფილხართ, იქითა შეჯიბრი ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ და წარმატებებს უსურვებ ყველას საერთოდ, ჩემ თავსაც მათ შორის იმედია იქამდე მოვყოჩახდები და მეც შევაბიჯებ ისევ ტრეკზე. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.